რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ შეთანხმებას ვადა 5 თებერვალს ეწურება. ორი ყველაზე დიდი ატომური ქვეყნის არსენალზე ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად იხსნება შეზღუდვები. ბევრი შიშობს, რომ ეგრეთ წოდებული ახალი დასაწყისის ხელშეკრულების შეწყვეტა შეუზღუდავი ბირთვული შეიარაღების რბოლას გამოიწვევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს ხელშეკრულების პირობები, თუ ვაშინგტონიც თანახმა იქნება. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ იღებს გახანგრძლივების ვალდებულებას. ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, დონალდ ტრამპი ბირთვულ შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მისთვის შესაფერის დროს მიიღებს. მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემდგომი რბოლის თავიდან ასაცილებლად და პროგნოზირებადობისა და თავშეკავების მისაღები დონის უზრუნველსაყოფად ამ საკმაოდ მღელვარე პერიოდში გამართლებულია ახალი დასაწყისით ხელშეკრულებით დადგენილი სტატუს-კვო შენარჩუნება. ამიტომ რუსეთი მზადაა 2026 წლის 5 თებერვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი შეზღუდვები. თუმცა ამ ზომას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ შეერთებული შტატებიც ანალოგიურად იმოქმედებს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 2 თებერვალს განაცხადა, რომ ტრამპსაც სურს ბირთვულ შეიარაღებაზე შეზღუდვის შენარჩუნება და ასევე ჩინეთის ჩართვა შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ თავად ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა. მე ამ კონფერენციას ძირითადად ჩინეთთან და რუსეთთან გავუმართავ, რადგან ეს ორია ძირითადი აქტორი. ჩვენ გვსურს იმის მიღწევა, რომ მათაც და ჩვენს ნაკლები ფული დავხარჯოთ. ვიცი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ისინი ამას უკვე დასთანხმდნენ. ჩვენ საუბრობდით ბირთვული შეიარაღების განთავსების შემცირებაზე. პრეზიდენტი პუტინი და მე შევთანხმდით, რომ ამას მასშტაბურად გავაკეთებდით. მაგრამ პეკინი ეწინააღმდეგება თავის მცირე, თუმცა მზარდ ბირთვულ არსენალზე ნებისმიერ შეზღუდვას. შეიარაღებაზე კონტროლის მხარდამჭერები დიდი ხანია გამოთქვამენ შეშფოთებას ახალი დასაწყისის ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს, გააღვივოს გლობალური არასტაბილურობა და გაზარდოს ბირთვული კონფლიქტის რისკი. ვაშინგტონში შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დერილ კიმბალმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა შეიარაღების უფრო ფართო განლაგებას აახალისებს. 5 თებერვალი ისეთივე იქნება, როგორიც 4 თებერვალი. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვაღელვებდეს შემდეგი და მომავალი წლებიც. ასევე ის მიმართულება, რომლისკენაც მივდივართ. ვგულისხმობ, რომ ეს გლობალური ბირთვული კონკურენციის გაცილებით სახიფათო პერიოდში გადასვლის პოტენციური მომენტია, რომლის მსგავსით ჩვენს ცხოვრებაში არ გვინახავს. კიმბალი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ ბირთვული გამოცდების განახლება სავარაუდოდ აიძულებს რუსეთს ანალოგიურად უპასუხოს ასევე სხვებსაც, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს მიყვნენ იმავე მაგალითს. ისინი სავარაუდოდ ოქროს გუმბათს უპასუხებენ შეტევითი იარაღის რაოდენობის გაზრდით, რათა სისტემა გადატვირთონ და დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ ბირთვული იარაღით საპასუხო მოქმედების შესაძლებლობა, ასე რომ ეს არ შეუწყობს ხელს ბირთვული შეიარაღების რბოლის შენელებას. სინამდვილეში ის დააჩქარებს მას. ახალი დასაწყისის ხელშეკრულება, რომელსაც 2010 წელს ხელი პრეზიდენტ ბარაკ ობამამ და მისმა რუსმა კოლეგამ დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს, თითოეულ მხარეს არაუმეტეს 1550 ბირთვული ქობინისა და საბრძოლო მზადყოფნაში არსებული 700-მდე რაკეტისა და ბომბდამშენის გამოყენების უფლებას აძლევდა. თავდაპირველად ხელშეკრულების ბოლო ვადა 2021 წლით იყო განსაზღვრული, თუმცა ის 5 წლით გახანგრძლივდა.